მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დღეს ცოტა არასტანდარტული ვიდეო იქნება. სათავიდან გამომდინარე მივხვდებოდით, რომ გავიკეთეთ თვალის ოპერაცია. და დღეს ამ ვიდეოში ძირითადად მაგაზე ვისაუბრებთ რა. სანამ უშუალოდ დავიწყებთ საუბარს, თუ მოგწონთ არხის კონტენტი, პატარა თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. საერთოდ რატო გადავწყვიტე ამ ვიდეოს ჩაწერა? ნუ მოკლედ ეს ვიდეო არ არის არანაირად დასპონსორებული ან რაღაცა მსგავსი, უბრალოდ წერა ამ ვიდეოს იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მე რომ ვიდეოებს ვიღებდი, ან მეკეთა სათვალე, ან ლინზა. უმეტეს შემთხვევაში მეკეთა სათვალე და მე ჩავანაცვლე ლინზით რაღაც პერიოდი. და როცა ლინზით ჩავანაცვლე, მაგ პერიოდში ძალიანაც არ ვაქტიურობდი YouTube-ზე რა. ხო და ჩემო ძვირმა გამომწერებმა ყველა მითის რომ თვალზე მქონდა პრობლემა, თვალში მქონდა -6.25 თუ რაღაც მსგავსი და ძალიან მაწუხებდა რა. პირველ რიგში იყო ძალიან ბევრი ხარჯი, ლინზის გამოყენება რაც დავიწყე, მის მერე იყო ბევრი ხარჯი, იმიტომ რომ გჭირდება მუდმივად ლინზის სითხის შეძენა, ანუ სულ თანხა უნდა იხადო ლინზის სითხეში და ასევე მუდმივად, ანუ ერთ თვეში ერთხელ უნდა გამოცხადოთ ლინზა, რომელიც ჩდება დაახლოებით 35-40 ლარი, მგონი კიდე გაწვირდა რა. ხო და რაღაც პერიოდი მე ჩინეთიდანაც კი ვიწერდი, მაგრამ რა ვიცი, რეკომენდაციას მაინც არ გავცემ მაგაზე, რომ რაღაცამ ჩინეთიდან გამოწეროს, იმიტომ რომ მაინც, რავი, თვალი არის რა. ან სანდოსელერი უნდა ნახო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეგ უკვე ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ თქვენზე დამოკიდებული თქვენ საიდან დასეკრეთ. მოკლედ პოპულარიზაციას არ უკეთებ ჩინეთიდან რაღაცის ყიდვას, ან თუნდაც რა ვიცი, სხვა უცხოური საიტიდან. ჩემი რჩევაა, რომ იყიდოთ სერტიფიცირებული ლინზა, რომელსაც ყიდის შესაბამისი მაღაზია შესაბამისი ლიცენზიით. თუ ლიცენზია საერთოდ საჭირო არ ვიცი, წესით უნდა იყოს საჭირო. ხო, მოკლედ, გავიკეთე თვალის ოპერაცია. პროცედურა იყო ძალიან მარტივი. ძალიან მარტივი. მე რომ -6 მქონდა ოპერაციის მერე, ეგრევე ვიგრძენი სხვაობა, ან როგორც კი ოპერაციიდან გამოვედი, უკვე ეგრევე ვხედავდი. თლა ძალიან კარგად არა, მაგრამ სხვაობა ძალიან დიდი და შესამჩნევი იყო, იმიტომ რომ სანამ ოპერაციას გავიკეთებდი, სათვალის გარეშე საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავდი, საერთოდ და ოპერაციის მერე უკვე დავიწყე ადამიანების გარჩევა სახეზე. ხო, მოკლედ, ოპერაცია ეკეთება ყოველ პარასკევს და ხო, დამისვა მტკითხვა, სად გაიკეთე ოპერაცია. ოპერაცია გავიკეთე ახალ მზერაში, მერაბდოლთან. ხო, ოპერაციის პროცესი ძალიან მარტივი არის, ისედაც წინამოსამზადებელი პერიოდი ძალიან მარტივი არის, მიდიხართ 5 შაბათს და ყოველ პარასკევობით კეთდება ოპერაცია რა. 5 შაბათს მიდიხართ, გამოწმებენ, თანხას გადაიხდით, მერე პარასკევსაც ანალოგიურად შემოწმება, გამოყუჩებლის თვალში ჩასხმა და რა ვიცი, ჯამში პროცედურულად ძალიან მარტივი არის. და თანხა ახლა კი გეცოდინებათ რა, ახლა ვინც ეძებთ მაგ კონკრეტულ სერვისს, რა ვიდეოებს ახლა YouTube-ზე დაახლოებით 3000-3300 ლარი დაახლოებით ანალიზებიან ყველაფრიანად რა. და დაზღვევა არაფინანსებს ეგეც რომ გაითვალისწინოთ მაგ ოპერაციას. ნუ დღეს მდგომარეობით 2026 წელს მე რაც ვიცი, დაზღვევა არაფინანსებს. ხო, პროცედურა არის ძალიან მარტივი. სანერვულო არაფერი არ არის. ერთი რაც არის მინუსი არის ის, რომ აი ოპერაციას რო იკეთებ, რო გამოდიხარ ოპერაციიდან, ბინდი აქვს ყველაფერს, გიკეთია სპეციალური სათვალე 24 საათის განმავლობაში, რომელიც არ უნდა მოიხსნა, თვალში იწვეთებ წვეთებს და პირველ დღეს როცა გამოვედი კლინიკიდან, გამოვიძახე ტაქსი და აი როგორც გამოვედი კლინიკიდან, ძალიან მაგრად ვხედავდი, იმიტომ რომ ოპერაციის მერე 1 საათი კლინიკაში ვიყავი. ან ტაქსი რო გამოვიძახე 1 საათი უკვე გასული იყო ოპერაციიდან რა. გარეთ ყველაფერს მართლა კარგად ვხედავდი და ტაქსი რო გამოვიძახე, სხვაგან გადავხვია ტაქსმა და გადავურეკე ეგრევე ტაქსთან, თან ტელეფონში ჩახედო დიდად არ მსიამოვნებდა მაგ მომენტში, მაგრამ მაინც გამოყუჩებელი რომ მქონდა, არაფერი იმდენად მაგ მომენტში არ მაწუხებდა. ტაქსი გამოვიძახე, მეთქი ტაქსს დავურეკე და უთხრა მეთქი არასწორ ადგილას მიდიხართ თქო და მანქანის ნომერი ამოვიცანი შორტ დისტანციაზე და ძალიან გამიხარდა. ნუ მოკლედ მანქანაში ძალიან ჩვეულებრივად ვიყავი, მაგრამ იმდენად დიდ საცუქში მოვყევი, რომ რაღაც დრო რო გავიდა 30-40 წუთი ოპერაცია, ანუ ოპერაციიდან დაახლოებით საათნახევარში უკვე თვალის გახელა მიჭირდა რა. მაგრამ მე სახში რომ მოვედი, უკვე შემიძლია რომ ნიმესილი არ დამელია, ანუ შემიძლია რომ გამაყუჩებელი არ დამელია, მაგრამ გამაყუჩებელი დავლია, იმიტომ რომ თითქოს ეფექტი იყო, თითქოს თვალში რაღაცა ქვიშა მქონდა შეყრილი. და მაინდა გამომდინარე, დავლიე გამაყუჩებელი. ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამომევარდები, შემიძლია რომ არ დამელია, ეგეთი დიდი დისკომფორტი არ იყო.
ცოტა საჭმელი ვჭამე, დავლი გამაყურჩებელი და ჩავაბნელე მთელი ოთახი. ეხლა ამ ოთახს რომ ხედავთ განათებებით და მთელი ამბავით, არა, მთლიანად ჩაბნელებული იყო, ფარდები გამოწიე, ჩავაბნელე მთელი ოთახი, იმიტომ რომ თვალს სიამოვნებდა შავი ფერი სიბნელე. და მაგის მერე რა ვიცი, გავიდა დრო, რა გადიოდა საათები, მოსაღამოვდა, დაღამდა, თვალში ვიწვეთებდი და რო ვიწვეთებდი თვალში ანუ იმ ოპერაციის დღესვე რა, აი როგორც კი სახში რო ვიწვეთებდი თვალში ძალიან მაგრად სიამოვნებდა. ჩაბნელებულ ოთახში ყოფნა ძალიან ცალკე სიამოვნება იყო. და მე რო დავიძინე, რო ვიძინებდი უბრალოდ ცოტა კი მიჭირდა დაძინება, მაგრამ მაინც შევიძლია დაძინება და ყოველ ღამე მეღვიძებოდა. და ობიექტად მქონდა კარადა აღებული და სიბნელეში მაინც ცოტას ვხედავდი რა ამ კარადას და ღამე რომ მეღვიძებოდა ამ კარადას უყურებდი და რაც რო გადიოდა უფრო უკეთესად ვხედავდი რა. ხო და მეორე დღეს რო გავიღვიძე, აი არანაირი დისკომფორტი არ მქონია თვალზე საერთოდ, აი ძალიან მაგრად ვხედავდი. მეორე დღეს რა ვიცი აივანზე რო გავიხედი და ყველაფერს რო ვხედავდი და ხის ტოტის ყველა აი წირტილს რო ვხედავდი და ყველა შტოს რო ვხედავდი, აი გაგეშებული ვიყავი პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ერთს კეტყვით, ნუ 100%-იანი ხედვა მაქვს გაითვალისწინეთ, მეორე დღეს მიდიხარ ეგრევე ექიმთან და გამოწმობს თვალზე და შენს ადასტურებ და ექიმის კიდასტურებს რომ გაქვს 100%-იანი ხედვა. ერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მე გინიშნავენ რაღაც ორ ჩასაწყვეტებელს, ერთი რასაც ჩვეულებრივად მეც ვიწვეთებ ყოველდღიურად, ანუ ოპერაციიდან გასული არის დაახლოებით ოპერაცია გავიკეთე 13 თებერვალს, ამ ვიდეოს ვიღებ 7 მარტს. და 13 თებერვალს რა ოპერაცია გავიკეთე, ნუ აი სულ ერთი თვე არ გასულა ჯერ და აი აღარანაირი დისკომფორტი არ მაქვს. და რაღაცას ვიძახდი და დამავიწყდა. ხო, ვიძახდი იმას, რომ მეორე დღეს არანაირი დისკომფორტი არ მქონდა, ექიმთან რომ მივედი მითხრა 100%-იანი ხედვა გაქვს, მეც დავუწმუნდი ჩემ თავში, იმიტომ რომ I100 რო არის რა, რო გამოწვევენ რას ხედავ და ის I100 პატარავდება და ხან შეტრიალებული როა I100 და ხან გადამოტრიალებული, მოტრიალებული, ყველაფერი დავინახე, მოკლედ მაგ დაფაზე ეს არ ვთქვათ. ყველაფერს იდეალურად ვხედავდი მაგ მომენტში, უბრალოდ ერთი რაც აქვს თვალისწინებელი, რომ ყველა ადამიანის თვალის 100% არის ინდივიდუალური. მე საიდან დავასკვენი? არ ვიცი, ეს შეიძლება დროის ფაქტორიც იყოს და შეიძლება მართლა ბოლომდე 100% ვხედავდე, იმის და მივხედავთ რომ -6 მქონდა. შეიძლება პატარა სხვაობა დარჩეს, მაგრამ ჩემ ჩემ ძმაკაც მაგალითად ახლა 100%-ით ხედავს ოპერაცია არ გაუკეთებია, ძალიან კარგად ხედავს და რომ ვეჯიბრებოდი ისე რომ ვთქვათ, მანქანის ნომრების წაკითხვაში შორ დისტანციაზე, მაჯობა რა, ბუნებრივმა თვალმა მაჯობა. ბევრად კარგად ხედავდა ის, იმიტომ რომ მე რაღაც დისტანციაზე ვერ ვხედავდი ახლა რა, ეხლაც ვერ ვხედავ. არ ვიცი, შეიძლება იქ შუქი რო ანათებდა, ჩემი თვალი შუქს ცოტა სხვანაირად აღექვა ამ მომენტში და შეიძლება ირეკლავდა და მაგიტო ვერ ვხედავდი მანქანის ნომერს. არ ვიცი, ეგ კიდე ცალკე საკითხი არის რა. მაგრამ როგორც ვიცი, 6 თვის განმავლობაში მუდმივად თვალის ხედვა უმჯობესდება, ესე ვთქვა, რაც დრო გადის და ეს თვალი რაღაც გარკვეულ ეტაპებს და სტადიებს გადის გაუმჯობესების. ესე იძახიან, რომ მე რო თვალში -6 მქონდა, თვალს აქვს რაღაცა კუნთი, რომელიც ეს კუნთი არ იყო გავარჯიშებული, იმიტომ რომ მე რო თვალში ვერ ვხედავდი და დამხმარედ მქონდა სათვალე, ესე იგი ეს კუნთი არ მუშაობდა და ესე იძახიან ექიმები, რომ თვალის ოპერაცია რო გიკეთდება, ის კუნთი იწყებს მუშაობას რა. ხო და რაც დრო გადის, მოკლედ ახლა აი სენსიტიურია ჩემი თვალი ცოტა განათებაზე, მაგრამ უკვე ეჩვევი და თან პლუს მაგას ახლა საჭესთან დაჯდომაც როგორ არის იცით რეკომენდაცია? თქვენ როგორ იგრძნობთ თავს კომფორტულად, ახლა ოპერაციიდან პირველივე დღეს ეგრევე საჭესთან თუ არ დაჯდებით უმჯობესია, მაგრამ გამიგია რომ აი მეორე დღეს ადამიანი საჭესთან დამჯდარა და წასულა ბაკურიანში პირობითად რა, მსმენია ეგეთი რაღაცა და ინდივიდუალურად თვითონ ექიმებიც იძახიან რომ თქვენ როცა გეკომფორტულებთ, მაშინ დაჯექით საჭესთან. მაგრამ ხო, თქვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჯობია რომ არ დაჯდეთ საჭესთან. მე მესამე-მეოთხე დღეს უკვე დავჯექი საჭესთან ჩვეულებრივად. უბრალოდ ერთი რა მინუსიც იყო, რომ საღამოს რო საჭესთან ვჯდებოდი, აი განათებებზე რა, აი მანქანის განათებას, ან თუნდაც ლამპიონებს რო უყურებდი და ეხლაც დღემდე რო უყურებ, რაღაცა ცოტა განსხვავებულად აღვქვამ განათებას. თითქოს რეალურად ადამიანი ოპერაციის გარეშე ხედავს განათებას როგორც აი ერთ პატარა წერტილს, ჩავთვალოთ ესე რაღაცა პატარა წერტილი არის განათება და არ გაწუხებს და ოპერაციის მერე ხედავ როგორც თითქოს ეს წერტილი არის ვარსკვლავისებური ფორმის და თითქოს განათება რა ადგილსაც უნდა იკავებდეს, უფრო დიდ ადგილს იკავებს მხედველობაში.
იმედია კარგად ავხსენე როგორც ავხსენე. ნუ საბოლოო ჯამში ახლა მე იცით როგორი რაღაცა არის მედიცინაში ახლა რეკომენდაცია, რა ვიცი, ახლა მე ვერავის რეკომენდაციას ვერ მივცემ ოპერაცია გაიკეთეთ თქო რა. ჩემ შემთხვევაში კმაყოფილი ვარ მართლა რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ რომ მომიცეს საშუალება და აი უკანა ძველ დროში რომ დამაბრუნა, უეჭველი გავიკეთებდი, იმიტომ რომ იმდენად მარტივი იყო ყველანაირი პროცედურა, რომ ხო მიღირდა რა, მაგრამ ახლა რეკომენდაციას ვერავის ვერ მივცემ რომ მიდით და გაიკეთეთ და რაღაცა, იმიტომ რომ იცით როგორი სიტუაცია არის? ვერავის პროცედურაზე ვერ იქნები პასუხისმგებელი რა. ანუ იქ რაღაც პროცედურამ რაღაცა ცუდად ჩაიერს. ზოგადად ვიძახი, არავის არ ვაპარაკებ. ზოგადად ვლაპარაკობ რა, ეხლა იქ ახლა ოპერაციას სანამ გაიკეთებ, ხელს აწერ და ეგეთი ამბავი არის რა, მოკლედ. წინასწარ ხელს აწერ რომ ესე და პასუხისმგებელი შენ თავის შენ ხარ და ნუ ნებისმიერ ოპერაციაზე პრინციპში ეგრე არის და შესაბამისად ახლა მე რეკომენდაციას ვერ გავცე რომ მიდით და გაიკეთეთ. მაგრამ ნუ ჩემ შემთხვევაში კარგად იმუშავა და კმაყოფილი ვარ, რა ვიცი, ახლა ყოველ საღამოს რო ლიზის მოხსნა არ მიწევს, აი ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. რავი, პროცედურა ძალიან მარტივი არის, ახლა როგორც ასეთი ოპერაციაზე შედიხარ, გამოყუჩებელი გაქვს თვალში ჩასხმული. ლაზერს უყურებ, უნდა უყურო წითელ ლაზერს და თვალე არ უნდა მომაცილო და всё, ვერც ტკივილს გრძნობ, ვერც ვერაფერს ვერ გრძნობ. ოპერაცია ჯამში 3 წუთიანიც არ არის და მოკლედ ჩემთვის ძალიან კომფორტული ოპერაცია იყო და ძალიან მარტივი და მიღირდა ამ ოპერაციის გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან დიდი კომფორტი არის დღემდე ეხა ისე ვგრძნობ თავს, რომ აი საღამო რო ახლოვდება, მგონია რომ ლინზა მაქვს მოსახსნელი. საბოლოო ჯამში ეგეთი ამბავია ხალხო. თუ რაიმე კითხვა იქნებათ, აუცილებლად კომენტარები დამიწერეთ. რა ვიცი, იმედია რომ რაღაც ისეთი საკითხი არ გამომრჩენია ამ ვიდეოში. ხო, მუდმივად უნდა იწვეთოთ წვეთები 1 თვის განმავლობაში და ისეთ ზოგადადაც ყველა ადამიანისთვის რეკომენდებულია თვალის ცრემლების ან ხელოვნური ცრემლის ჩაწვეთება. იმიტომ რომ ადამიანები ხა საჭიროშუაშია. ადამიანები ხან ტელეფონთან ვართ, ხან ტელევიზორთან, ხან მონიტორთან და მანდიდან გამომდინარე უმჯობესი არის რომ თვალში იწვეთოთ, იმიტომ რომ თვალი შრება და თქვენივე ჯანმრთელობისთვის ყველა ადამიანს უწევენ რეკომენდაციას რომ ჩაიწვეთონ თვალის ცრემლები. ექიმის დანიშნულებით, რა თქმა უნდა. ხო, მოკლედ თვე აუცილებლად უნდა იწვეთო თვალის წვეთები, ანუ ცრემლი, აუცილებლად უნდა ხელოვნური ცრემლი, აუცილებლად უნდა იწვეთოთ, იმიტომ რომ ოპერაციის მერე თქვენი თვალი მიდრეკილი არის გამოშრობისკენ და მანდან გამომდინარე უმჯობესი არის რომ გამოიყენოთ მუდმივად და მეც დღეს ერთხელ ჩავიწვეთე და რაც დრო გადის უფრო ნაკლებად ვიწვეთებ და ეგ მომენტი არ მომწონს, მოკლედ ხშირად უნდა ვიწვეთოთ. და ხო, თქვენი შედეგი საბოლოო ჯამში დამოკიდებულია თქვენ თვალის მოვლაზე. ნუ ახლა მძიმეების აწევა არ შეიძლება რაღაც პერიოდი. არ ვიცი ახლა თქვენ სად ეკეთებთ ოპერაციას, ჩემს კლინიკაში გასცეს ესეთი რეკომენდაცია, რომ 1 თვე არ შეიძლება მძიმეების აწევა, 1 თვის მერე უბრუნდები სტანდარტულ ცხოვრებას. მაგის თქმა დამოიწყდა და კიდევ კაი რომ გითხარით, იმიტომ რომ ვიცოდი რომ კომენტარებს დამიწერდნენ. ვარჯიში ისა ეს არ შეიძლება 1 თვე, 1 თვის მერე უბრუნდები სტანდარტულ ცხოვრებას. მოკლედ კომფორტი არის, რომელიც არის ძალიან მარტივი პროცედურა, ძალიან სწრაფად კეთდება და სანერვულო საერთოდ არაფერი არ არის. და მოკლედ ეგეთი ამბავია. რა ვიცი, იმედია რომ ეს ვიდეო ერთ ადამიანს მაინც დაეხმარება და რაღაც ინფორმაციას მიიღებს. კიდევ ერთხელ გამევერდები, სანერვულო არაფერი არ არის. მაგარი ოპერაცია არის, რავი, დარწმუნებული ვარ, რომ ბედნიერი იქნებით თქვენს ოპერაციის გაკეთების მერე. იმიტომ რომ ახლა მაგარი ოპერაცია რა, ეხლა ჩემ შემთხვევაში ყველაფერმა წარმატებით რომ ჩაიარა, აი არ ვიცი, მოკლედ ბედნიერი ვარ რა, იმიტომ რომ არც ათვალე რო აღარ მჭირდება და არც ლინზები, ძალიან დიდი კომფორტი არის მართლა ოღონდ. ნუ გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას, წარმატებას თქვენს საქმეში და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა ნახვამდის.